სინათლე, რომელიც ჩვენამდე 13.4 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოდიოდა, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა. ის ამ მომენტისთვის ყველაზე შორეული გალაქტიკიდანაა, რომელიც კი ოდესმე დაგვიფიქსირებია. სინათლე იმდენად შორეული ობიექტებიდან მოდის, რომ მაშინ სამყარო სულ ახალგაზრდა იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც სინათლეც კი ახალი გაჩენილია. წელს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა არაერთი აღმოჩენით გაგვაოცა. ფოტოსურათების მაღალი გარჩევადობით დაფიქსირდა უშორესი ვარსკვლავები, გალაქტიკები, შავი ხვრელებიც კი. ამ ობიექტების შუქი ძალიან სუსტია, რადგან ძალიან შორიდან მოდის. კვლევართა ჯგუფმა ფოკუსირება სწორედ 4 გალაქტიკაზე მოახდინა მაღალი წითელი წანაცვლებით, რომელთაგან 2 პირველად ჰაბლმა აღმოაჩინა. არსებობს კიდევ სხვა კანდიდატები, რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო ძველი გალაქტიკები იყოს, თუმცა ისინი ჯერ არ დადასტურებულა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯეიმს ვები სულ 6 თვეა რაც ჩაირთო. ლოგიკურია, ერთ რეკორდს მალე შემდეგი რეკორდი მოჰყვება. მონაცემები, რომელიც ჯეიმს ვების ტელესკოპმა მოიპოვა, ძალიან მნიშვნელოვანია. მას შეუძლია ძალიან ბევრი რამე გვითხრას ადრეულ სამყაროზე, მათ შორის ის, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ პირველი გალაქტიკები და ვარსკვლავები. სამყაროს რეალურად ცენტრი არ გააჩნია. თითქმის 14 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო ფართოვდება, მაგრამ მისი სახელის მიუხედავად დიდი აფეთქება არ იყო აფეთქება, რომელიც აფეთქების ცენტრალური წერტილიდან გამოიტყორცნა. სამყარომ არსებობა ძალიან მცირე და კომპაქტურ ზომებში დაიწყო. შემდეგ კი მისი ყველა წერტილი თანაბრად გაფართოვდა და ასე გრძელდება დღესაც. ასე რომ წარმოშობის წერტილის გარეშე სამყაროს ცენტრი არ აქვს.